ახალი ინკლუზიური ცეკვის სპექტაკლი იდგმება. გერმანიაში და საქართველოში მოღვაწე ტიპიური განვითარების მოცეკვავებთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც მონაწილეობენ. ინკლუზიური იდეების პლატფორმა ინფორმი სპექტაკლს სამეფო უბნის თეატრში დეკემბრის პირველსავე დღეებში წარმოუდგენს. პროექტის მიზანია სახელოვნებო პროცესებში შიშიმა ადამიანების ინტეგრაციას შეუწყოს ხელი და მათ პროფესიულ განვითარებაში დაეხმაროს. ამ წუთებში პროექტის მონაწილეები იმყოფებიან სარეპეტიციო დარბაზში, საიდანაც ჩვენი ჟურნალისტი ლიზა მოსიძე გამოდის ახლა პირდაპირ ხაზზე TV პირველის სტუდიასთან. ლიზა, გამარჯობა. რა სახის გამოცდილება აქვთ დამდგმელ ქორეოგრაფებს ინკლუზიური სპექტაკლის დასადგმელად? მოგესალმები ნინო, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. მე ახლა ვიმყოფები სწორედ იმ სარეპეტიციო სივრცეში, სადაც დილიდან აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს რეპეტიცია. 1 დეკემბერს შედგება სპექტაკლის ჩვენება სამეფო უბნის თეატრში, ასევე ექნება მაყურებელს საშუალება, რომ 2 და 3 დეკემბერს იხილოს ინკლუზიური ცეკვის სპექტაკლი. ამ პროექტის იდეის ავტორია ინკლუზიური იდეების პლატფორმა, რომლის დამფუძნებელი დღეს ჩვენთან ერთად იმყოფება და უფრო მეც მოგვიყვება თუ როგორ გაჩნდა იდეა, რომ ინკლუზიური ცეკვის სპექტაკლი შექმნილიყო საქართველოში. მოგესალმებით. ჩვენთან ერთად არის დღეს მაკა ჩხაიძე. პირველ რიგში თქვენგან გვინდა გავიგოთ, როგორ მოხდა დაკავშირება საშა ვოლცის ცეკვის ქორეოგრაფიის სტუდიასთან, შემდეგ როგორ მოხდა საქართველოში მისი ინტეგრაცია. მოგესალმებით. მოკლედ საშა ვალცმა ეს სპექტაკლი გააკეთა ონლაინ პანდემიის დროს და როდესაც 2021 წელს პრემიერა გაიმართა ბერლინში, მე დავესწარი ამ პრემიერას, ძალიან მომეწონა ეს სპექტაკლი და ჩავთვალე საინტერესო იქნებოდა მისი ინკლუზიური ვერსია გვენახა თბილისში. შევთავაზე ეს იდეა თავად ქორეოგრაფს, რომელსაც ძალიან მოეწონა, ძალიან მხარი დაგვიჭირა და ამის შედეგად ჩვენ ვახერხებთ გავაკეთოთ ინსი თბილისი დეკემბერში. ჩვენ აუცილებლად განვაგრძობთ უშუალოდ ამ პროექტის შესახებ, თუმცა უნდა ვისარგებლო შემთხვევით და უნდა გკითხოთ პლატფორმის შესახებ, ინკლუზიური იდეების პლატფორმის შესახებ. მე ვიცი, რომ გარდა ინკლუზიური ცეკვის სპექტაკლისა თქვენ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ანხორციელებთ, რაც შიშიმო პირებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და შეიძლება ითქვას გადამწყვეტიც. რომ მოგვიყვეთ მოკლედ თქვენს შესახებ. ჩვენი პლატფორმის მთავარი მიზანი და ამოცანა არის, რომ სოციალურ ინკლუზიას ხელი შევუწყოთ სახელოვნებო სივრცეებში ადამიანების ინტეგრირებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების ინტეგრირებით და ეს მოხდეს პროფესიულ სახელოვნებო სივრცეებთან. ჩვენი გარდა იმისა, რომ ძირითადი ფოკუსი ახლა ამ ცეკვის რა თქმა უნდა არის ქორეოგრაფია და საცეკვაო ინკლუზია, თუმცა გარდა ამისა ჩვენ გეგმავთ ძალიან საინტერესო საგანმანათლებლო პროგრამებს, ასევე გვინდა რომ რეგიონებში გავიტანოთ ეს პროგრამები, სპექტაკლები და ჩავთოთ რაც შეიძლება მეტი ხელოვანი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი თანამშრომლობაში. რამდენად მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, რომ მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში მოხდეს სახელოვნებო სივრცეების გავლით, ხო? შეიძლება ასე ითქვას. ალბათ უფრო საინტერესოც არის მათთვის, უფრო სახალისოა უშუალოდ პროცესი. ეს არის ბევრად უფრო გახსნილი სივრცე და საერთოდ ძალიან დიდი შემოქმედებითი რესურსი და ენერგია არსებობს ამ ადამიანებში და ხელოვნება და ეს ცეკვა, თეატრი ზუსტად ის სფეროები არის, სადაც ისინი ყველაზე კარგად გამოხატავენ თავიანთ თავს და გარდა ამისა მაყურებლისთვისაც ყველაზე ადვილად აღსაქმელი ის შესაძლებლობები სწორედ ხელოვნების საშუალებით ხდება. როგორი მოლოდინები გაქვთ 1 დეკემბერს სამეფო უბნის თეატრში, როგორ ჩაივლის სპექტაკლის წარდგენა და აუცილებლად უნდა დავუანონსოთ მაყურებელს, რომელ საათზე შედგება პრემიერა. ესე იგი, პრემიერა შედგება 1, 2 და 3 დეკემბერს საღამოს 7 საათზე სამეფო უბნის თეატრში. ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია და ვისაც სურვილი ექნება, მე მოუწოდებ, რომ სწრაფად შეიძინონ ეს ბილეთები. იყიდება მხოლოდ ონლაინ, ბილეთები ჯიზე, მარტივად შეიძლება ჩვენი პოვნა. და რა მკითხეთ დამოვიწყდა? ხომ არ ნერვიულობ? ნერვიულობ კი, სპექტაკლი ძალიან ახლოვდება, ერთი კვირა არის დარჩენილი. საკმაოდ ბევრი ვიმუშავეთ და ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მაყურებელს შევხვდეთ, თუმცა ეს წინასაპრემიერო ხელვა უკვე ყველას გვაქვს და
ვიცი, ვემზადებით ძალიან მაყურებელთან შესახვედრად. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან წარმატებით ჩაივლის ინკლუზიური ცეკვის სპექტაკლის პრემიერა. ჩვენ ახლა გვაქვს საშუალება გავესაუბროთ ასევე ქორეოგრაფს, რომელიც უშუალოდ იღებდა მონაწილეობას ცეკვების დადგმის პროცესში და უშუალოდ ჰქონდა კონტაქტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან, რომლებმაც საოცრად აითვისეს მართლაც ეს მოძრაობები და საინტერესოა ნათია, შენგან გავიგოთ, როგორი იყო უშუალოდ სარეპეტიციო პროცესი, მათთან კომუნიკაცია, ურთიერთობა, თუნდაც როგორ უხსნიდით მათ ამ მოძრაობების მნიშვნელობას? პირველ რიგში მადლობა ჩართვისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი არის ჩემთვის, რადგან ვიმუშავე განსხვავებულ სხეულებთან და განსხვავებულ ადამიანებთან, რომლებიც ჩემთვის ვფიქრობ, რომ არ ჩანან ხშირად ქალაქში და ვფიქრობ, რომ ერთ სივრცეში მოვიყარეთ ძალიან საინტერესო ადამიანებმა თავი და ვფიქრობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი იმისთვის, რომ გავიხსნათ და უფრო მრავალფეროვანი გახდეს ქვეყნისთვის, მიმღებლობა იყოს და უფრო აღმოვაჩინოთ ადამიანები, რომლებიც ხშირად ჩვენთვის რაღაცა განსხვავებულები არიან და ჩვენ დავიწყეთ ეს პროექტი ქორეოგრაფიის საშუალებით, ჩვენ გადავეცით ინფორმაცია, ჩვენ შევეხეთ სხვადასხვა მწვავე საკითხებს. ეს არის მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის, რომლებთაც არ აქვთ საშუალება, რომ სცენაზე მიიღონ მონაწილეობა და გამოხატონ თავიანთი თავები და ამ პროექტის საშუალებით და ქორეოგრაფიის საშუალებით, რადგანაც ქორეოგრაფია თვითონ დადგმული არის პანდემიის პერიოდში, მთლიანად ხალხს მიეცა საშუალება, რომ ამ ფრაზების საშუალებით დაკავშირებოდნენ ერთმანეთს სხვადასხვა წერტილებში და ჩვენ საქართველოში მოვახერხეთ ეს, რომ კავშირი მოგვეხდინა შეზღუდული შესაძლებლობის პირებთან და არაპროფესიონალ მოცეკვავეებთან და პროფესიონალ და არაპროფესიონალ მოცეკვავეებს ჰქონოდა ესეთი ნაერთი და გაცვლითი შემეცნებითი პროცესი, ეს იყო ლაბორატორია, სადაც ჩვენ გავცვალეთ ერთმანეთის შესაძლებლობები და თვითონ ქორეოგრაფიამაც შეიცვალა სახე, რადგანაც იყო რაღაც კანონები, წესები და ესე ვთქვათ, არაპროფესიონალმა მოცეკვავებას სულ სხვანაირად დაგვანახეს ცეკვა და ქორეოგრაფია და თვითონ ემოციებიც კი. შენს გერმანულ გამოცდილებაზეც უნდა გითხო, მოკლედ რომ გვითხრა, როგორი იყო ის პერიოდი, შენ იყავი გერმანიაში უშუალოდ ჩასული, იქ ისწავლე თუ როგორ უნდა გადმოგეცა ეს ყველაფერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, განსხვავდება პრაქტიკა, იქ დანერგილი პრაქტიკა და საქართველოში ამ მხრივ რა მდგომარეობა? მწვავე საკითხია საქართველოსთვის, რადგან თანამედროვე ცეკვის სკოლა ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს და გერმანიაში უკვე ძალიან დიდი ხანია არსებობს მსგავსი პროექტები, მსგავსი ტექნიკები, მსგავსი ლაბორატორიები და ჩვენთვის ასევე ერთ-ერთი პირველი იყო, რომ ჩვენ შევისწავლეთ საშა-ვალცის ქორეოგრაფია, საკმაოდ მნიშვნელოვანი ქორეოგრაფიის და მოვახდინეთ საქართველოში გადმოტანა და ამ ინფორმაციის გაცვლა, იმიტომ რომ ეს არის საერთოდ სხვა სამეთყველო ენა, საერთოდ სხვა სახელოვნებო სივრცე და დარგი არის თანამედროვე ცეკვის ქორეოგრაფია და მე იქ მოვახდინე პროფესიონალი მოცეკვავეების დაკვირვება, იქ როგორ მუშაობენ, როგორი ტექნიკები აქვთ მათ და გაზიარება საქართველოში. აქამდე თუ ქონია გამოცდილება მსგავს საერთო პროექტში მონაწილეობის მიღების და სამომავლოდ თუ აპირებ, რომ გააგრძელო აქტიურად მუშაობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან? მსგავს ინკლუზიურ პროექტში მონაწილეობა არ მიმიღია, მაგრამ ეს იყო ჩემი ერთ-ერთი ოცნება და ვფიქრობ, რომ ეს არის აღმოჩენა და ჩემი სფეროსთვის, დამატებითი განვითარებისთვის და ასევე შეერთებისთვის აუცილებლად გავაგრძელებ და ძალიან მიხარია, რომ ჩავერთე ამ პროექტში. ძალიან დიდი მადლობა, მართლაც საოცარი უნარებია საჭირო იმისთვის, რომ ამ გარემოში იმუშაოთ და დადოთ ის შედეგი, რასაც მაყურებელი 1 დეკემბერს აუცილებლად იხილავს სამეფო უბნის თეატრში, სანამ დაგემშვიდობებით, ახლა მინდა გავესაუბრო ერთ-ერთ მონაწილეს. თამარ, შეიძლება ერთი წუთით ერთი კითხვა რომ დაგისა? როგორი იყო სარეპეტიციო პროცესი შენთვის? მე ვიცი, რომ შენ ცეკვა ძალიან გიყვარდა, თუმცა ეხლა განსაკუთრებულად მოგწონს ხელოვნების ეს სფერო, ხო? განსაკუთრებულად მომწონს ხელოვნების ეს სფერო. უფრო მეტად დავინახე ცეკვა, უფრო მეტად შემიყვანდა და ისა უფრო მეტი გავიგე ახალი და კარგი ქორეოგრაფიაზე. ვეროდები, რა თქმა უნდა, კონცერტს, ერთი სული მაქვს უკვე ნოდის წავსწრები მაყურების წინაშე,
და ისა მინდა რომ ჩვენი გამოსვლა მაყურებელს კარგად დაამახსოვრდეს, ემოციებით წავიდეს და მინდა კიდევ რომ ბევრი წარმატებები მქონდეს და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი მასწავლებლები გავახარო. თამარ, მე დარწმუნებული ვარ, რომ შენ იქნები ძალიან წარმატებული ეს სპექტაკლიც ჩაივლის წარმატებით, ხომ არ ნერვიულა? ცოტა შეიძლება ნერვიულობ, იმიტომ რომ ეს თავადაა ხომე სხვა მსახიობებიც ნერვიულობენ, მაგრამ მე მჯერა გულით რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის და ყველაფერი კარგად იქნება და მინდა ჩემ მასწავლებლებს, ჩემ ჯგუფს მოსულო ძალიან დიდი წარმატებები. წარმატებებს გისურვებ შენს, ნინო, მე დღეს ამით მინდა მაყურებელს დავემშვიდობო და შევახსენო, რომ 1 დეკემბერს გაიმართება ინკლუზიური ცეკვის სპექტაკლის პრემიერა სამეფო უბნის თეატრში. ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია და შეგიძლიათ შეიძინოთ ის ბილეთები ჯიზე, ასევე წარმოდგენის ჩვენება შედგება 2 და 3 დეკემბერს. ლიზა, ძალიან დიდი მადლობა, იცი და მე თამარს მინდა რომ ტელევიზიული სტუდიიდანაც შეუთვალო მოკითხვა თავის მეგობრებთან ერთად და ვუსურვო ნამდვილად წარმატებული სპექტაკლები დეკემბრის პირველსავე დღეებში სამეფო უბნის თეატრში ინკლუზიურ სპექტაკლს წარმოგიდგენთ. ინკლუზიური იდეების პლატფორმა იუნიფორმი და იცი რა, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენი გადაცემას არ ეპარება მსგავსი პროექტები. მე მინდა რომ ასეთი დადგმები, ასეთი ერთობლივი წარმოდგენები იყოს, რაც შეიძლება ხშირად. ჩვენ ახლა ვუსმენდით თამარს, რომ მივხვდით ყველამ, რამდენად მნიშვნელოვანია მისი ემოციების გამოხატვა და რეალიზება პლასტიკაში. საშა ვოლცის, მსოფლიოში ძალიან ცნობილი ქორეოგრაფის მეთოდზე დაყრდნობით ჩვენ გქონდა ბედნიერება საშა ვოლცის თეატრალური დასის მასპინძლობისა 2017 წელი იყო თუ სწორად მახსოვს, როდესაც მან თავისი დასი ქეთი დოლიძის მოწვევით საქართველოში ფესტივალ საჩუქარის ფარგლებში განხორციელდა და ეს იყო მართლა წარუშლელი შთაბეჭდილება, იმიტომ რომ მაყურებელმა მინდა იცოდეს, რომ ვოლცის ქორეოგრაფია არა მარტო თქვათ ბერლინის სცენაზე, არამედ მთელი მსოფლიოს ცეკვის ავანგარდშია და ძალიან საინტერესოა მისი მიდგომები ინკლუზიურ სპექტაკლებთან მიმართებაშიც. ლიზა, უღრმესი მადლობა შენ ამ ჩართვისთვის, იმისთვის რომ თამარი გაგვაცანი ახლოს და ის ადამიანები, ვინც კვალიფიკაცია გაიარეს სწორედ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობისთვის. მადლობა